ტრამპმა შეერთებული შტატებისთვის ირანთან დაპირისპირების ვითარება შემოატრიალა, როდესაც $1 ტრილიონი დეფიციტი სამხედრო განახლების გეგმად აქცია. ამ ორშაბათს 2026 წლის 11 მაისს ვაშინგტონში განიხილავენ ანგარიშს, რომელიც შეიძლება $1 ტრილიონსაც კი მიაღწიოს, როდესაც გათვალისწინებულია ომი, საბრძოლო მასალა, ნავთობი, პროცენტები, ლოგისტიკა და მარაგების შევსება. ტრამპის პასუხი იყო შოკის გამოყენება ამერიკული სამხედრო ძალის გასაახლებლად, არსენალების შესავსებად და $1.5 ტრილიონი ბიუჯეტის დამტკიცება. შეერთებული შტატების თანამედროვე ომში ლიდერობის შესანარჩუნებლად და პლანეტის უმძლავრესი სამხედრო ძალის სტატუსის შესანარჩუნებლად. ამერიკული ქარხნების გაძლიერება და ირანისთვის, ჩინეთისთვის ან რუსეთისთვის იმის შესაძლებლობის აღხვეთა, რომ ისინი ამერიკული სამხედრო ძალის სისუსტეს დაინახავენ. პენტაგონმა უკვე შეაფასა ირანთან ომის პირდაპირი ხარჯი $25 მილიარდ აპრილამდე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტრამპის ლოგიკა ნათელია. შეერთებულ შტატებს არ შეეძლო შესულიყო თანამედროვე ომში, დაეხარჯა ძვირადღირებული რაკეტები, დაეცვა ბაზები, დაეცვა მოკავშირეები და შემდეგ მოეჩვენებინა თითქოს მარაგები უცვლელი რჩებოდა. ირანთან კრიზისმა გამოავლინა არასასიამოვნო სიმართლე თავად ამერიკული სამხედრო სისტემის შიგნით. ძალა კვლავ უზარმაზარი იყო, მაგრამ სტრუქტურის ნაწილს სასტრაფოდ ჭირდებოდა განახლება. ძვირადღირებული საბრძოლო მასალა სწრაფი ტემპით იხარჯებოდა. მუქარის ჩამოსაგდებად გამოყენებულ გადასაჭერ რაკეტებს შევსება სჭირდებოდა. გემები, თვითმფრინავები, თავდაცვის სისტემები და სამრეწველო ჯაჭვები უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ. პრობლემა მხოლოდ იმიტომ არ გაჩნდა, რომ ტრამპმა შეუტია. პრობლემა გაჩნდა იმიტომ, რომ ომმა გამოავლინა რა ფასად ჯდება მსოფლიოს უდიდესი სამხედრო მანქანის მზადყოფნა ერთდროულად რამდენიმე კონფლიქტისთვის. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ გირჩევ არხზე გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე. რეალურ დროში მიღებული ინფორმაცია უმაღლესი ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით, მიუსონ ალვესი. ირანი ამ კრიზისში ჩაერთო, რათა შეეცადა შეერთებული შტატების დასუსტებას. თეირანმა რეგიონულ ზეწოლაზე, რაკეტებზე, დრონებზე, მილიციებსა და ეკონომიკურ მუქარაზე გააკეთა ფსონი, რათა ვაშინგტონისთვის მაღალი ფასი გადაეხტევინებინა. ირანის დიქტატურა ცდილობდა, რომ ყოველი ამერიკული რაკეტის გაშვება გამოფიტვის ნიშნად ექცია. ნავთობის ყოველი გაძვირება კი პოლიტიკურ ზეწოლად. ყოველი დებატი კონგრესში ამერიკის ძალაზე ეჭვად ექციათ. დონალდ ტრამპმა ეს ლოგიკა შეცვალა. ომის ფასის დამარცხებად აღქმის ნაცვლად, მან ეს ფასი მტკიცებულებად აქცია იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გადაიარაღდეს, მეტი აწარმოოს და განაახლოს თავისი სამხედრო უპირატესობა. და აქ შემოდის ისტორიული ბიუჯეტი, $1.5 ტრილიონი ამერიკის თავდაცვისთვის. 2027 წლის ფინანსური წლისთვის წარმოდგენილი წინადადება მოიცავს გემებს, თვითმფრინავებს, ანტისარაკეტო დაცვას, დრონებს, ხელოვნურ ინტელექტს, ამერიკის ტერიტორიის დაცვას და თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის ართგენას. როიტერსმა დააფიქსირა, რომ გეგმა მოიცავს დაახლოებით $750 მილიარდ გემებში, რეაქტიულ თვითმფრინავებში და ოქროს გუმბათის სისტემაში, ასევე სხვა სტრატეგიულ სფეროებში. ომმა ირანის წინააღმდეგ აჩვენა, რომ ზესახელმწიფო მხოლოდ იმიტომ ვერ იმარჯვებს, რომ მას აქვს თანამედროვე იარაღი. ის იმარჯვებს იმიტომ, რომ შეუძლია შეავსოს საბრძოლო მასალა, შეინარჩუნოს ქარხნები მუშაობაში, დაუჭიროს მხარი მოკავშირეებს და დააშინოს მტრები ბრძოლების რამდენიმე კვირის შემდეგაც კი. პენტაგონმა კრიტიკული საბრძოლო მასალები პრიორიტეტად აქცია. საზღვაო ძალები მომავალ წელს 785 ტომაჰოკის რაკეტის შეძენას აპირებს და თითქმის 4000 მომდევნო 5 წლის განმავლობაში. მაშინ როცა არმიამ თხოვა $20 მილიარდ მეტი THWAD და პატრიოტის ჩამჭრელი რაკეტების შესაძენად, ეს მონაცემი აჩვენებს ცვლილების მასშტაბს. ვაშინგტონი მხოლოდ ომის ხარჯებს არ იხდის, ის შემდეგი კრიზისისთვის შესაძლებლობებსაც აღადგენს. ამერიკული ინდუსტრია უკვე მოქმედებაშია. Lockheed Martin-მა გააფორმა შეთანხმება, რომ ჩამჭრელი რაკეტების წლიური წარმოება დაახლოებით 600 ერთეულიდან 2000 ერთეულამდე გაზარდოს. ეხლა მიზანია შესაძლებლობების ბევრად უფრო მასშტაბურად გაზრდა, რომ დააკმაყოფილონ ამერიკული ძალები, მოკავშირეები და პარტნიორი ქვეყნები. ეს აჩვენებს, რომ ტრამპის გეგმა მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლება, ის ქარხნების ამუშავებას, კონტრაქტების დადებას და რეალურ წარმოებას უბიძგებს. თანამედროვე ომში გამარჯვება პირველ რიგში ინდუსტრიაში მოიპოვება. ირანი შეიძლება ემუქრებოდეს, უშვებდეს დრონებს, ზეწოლას ახდენდეს მარშრუტებზე და ცდილობდეს ამერიკის ბიუჯეტის გამოფიტვას. მაგრამ თუ ტრამპი ახერხებს ზეწოლის წარმოებად გადაქცევას, თეირანი ფსიქოლოგიურ უპირატესობას კარგავს. ირანის წინააღმდეგ გაშვებული ყოველი რაკეტა ხდება მეტი წარმოების გამართლება. მარაგებზე ყოველი დამატებითი ზეწოლა კონტრაქტის გაფართოების მიზეზად იქცევა.
ყოველი კრიტიკა ომის ხარჯებზე ხდება არგუმენტი იმის საჩვენებლად, რომ შეერთებულ შტატებს კიდევ უფრო დიდი ფასი მოუწევდა გადაეხადა, თუ გააგრძელებდა ძველი, ნელი და ახალი გლობალური დაპირისპირების ფაზისთვის არასაკმარისი სტრუქტურით. ეს არის ტრამპის ოსტატური სუა. ის მხოლოდ ირანს არ პასუხობს. ის ირანს იყენებს როგორც ცოცხალ მტკიცებულებას იმისა, რომ ამერიკას სჭირდება სამხედრო ძალის განახლება, რათა დარჩეს დომინანტურ ძალად. ირანის დიქტატურას ეგონა, რომ ვაშინგტონს დაასუსტებდა, მაგრამ შედეგი შეიძლება საპირისპირო იყოს. ამერიკა მეტი საბრძოლო მასალით, მეტი ქარხნით, მეტი ანტისარაკეტო დაცვით, მეტი ზეწოლა თეირანზე და ნაკლები დამოკიდებულება ძველ მარაგებზე. ეკონომიკური გავლენაც ამ ანგარიში შევიდა. ირანთან ომმა ნავთობის ფასზე ზეწოლა მოახდინა, საწვავის საკითხზე შეშფოთება გაზარდა და ინფლაციის შესახებ დებატები გაამწვავა. Washington Post-მა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა გამოაცხადა გეგმები დროებით შეეჩერებინა ფედერალური გადასახადი ბენზინზე ირანთან კონფლიქტით გამოწვეული ფასების ზრდის ფონზე. ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ თეთრი სახლი ცდილობს პრობლემას ორ ფრონტზე ებრძოლოს. მოკლევადიან პერსპექტივაში ამერიკელების ფინანსური მდგომარეობის შემსუბუქება და გრძელვადიან პერსპექტივაში თავდაცვის განახლება. ეხლა კონგრესმა უნდა გადაწყვიტოს, დათანხმდება თუ არა უფრო მცირე, უფრო ნელ და უფრო მოწყვლად თავდაცვას. ან დაამტკიცებს სამხედრო მანქანის აღდგენას, რომელიც ერთდროულად რამდენიმე საფრთხეს გაუმკლავდება. ამერიკის ისტორიამ უკვე აჩვენა ეს გზა. 80-იან წლებში რონალდ რეიგანი მკაცრ კრიტიკას წააწყდა, როცა სამხედრო ხარჯები გაზარდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. რეიგანის არგუმენტი მარტივი იყო: pas pela força. იდეა იყო ამერიკის სამხედრო ძალის აღდგენა, მოსკოვზე ზეწოლა და იმის ჩვენება, რომ შეერთებული შტატები არ შეეგუებოდა სტრატეგიულ ბოლოში დგიულ ბოლაში დამარცხებას. ბევრმა ამას ზედმეტი ხარჯი უწოდა. შემდეგ ეს ზეწოლა ამერიკის მთავარი ბერკეტი გახდა ცივი ომის დროს გარდატეხისას. ეს გაკვეთილი ახლაც გამოსადეგია. როდესაც მოწინააღმდეგეს ჯერა, რომ გამოფიტვით შეუძლია გაიმარჯოს, პასუხი ვერ იქნება მორიდებულობა. პასუხი უნდა იყოს უპირატესობა. ტრამპი ირანს ამავე ლოგიკით უხურებს. თუ თეირანმა სცადა ომი, ძვირი გაეხადა. ვაშინგტონმა შემდეგი მუქარა უნდა გახადოს ისეთეთი, რომ მისი ანაზღაურება შეუძლებელი იყოს. სხვა ქვეყნებმაც ეს წესი გაიგეს. პოლონეთმა რუსეთის საფრთხის წინაშე დაიწყო თავისი თავდაცვის გაძლიერება და ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც დაკავშირებულია ევროპულ დაფინანსებასთან სამხედრო ხარჯების გასაზრდელად. იაპონია, რომელიც ჩინეთის ზეწოლის ქვეშაა ინდოწყნარ ოკეანეში, აძლიერებს თავის სამხედრო პოზიციას და უფრო მეტ წვრთნას ატარებს მოკავშირეებთან ერთად. ისრაელი, რომელიც ირანის მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფებითაა გარშემორტყმული, მუდმივ მზადყოფნას, საჰაერო თავდაცვასა და დაზვერვას თავის გადარჩენის აუცილებელ პირობად მიიჩნევს. ეს ქვეყნები შეიარაღების ზრდას ფუფუნებად არ მიიჩნევენ, როდესაც საფრთხე იზრდება. მათთვის ეს არსებობის გარანტიაა. შეერთებული შტატები, როგორც მსოფლიოს უდიდესი სამხედრო ძალა, ვერ იმოქმედებს ნაკლები სერიოზულობით, ვიდრე მისი მოკავშირეები. უფრო დიდი ბიუჯეტით, აჩქარებული ქარხნებით, წარმოებაში ჩაშვებული ჩამჭრელებით და აღდგენილი მარაგებით, ზეწოლა კვლავ ირანის რეჟიმზე გადადის. დიქტატურამ შეიძლება შეძლო კრიზისის ფასის გაზრდა, მაგრამ ამავდროულად დაეხმარა დონალდ ტრამპს და ემტკიცებინა, რომ ამერიკას სჭირდებოდა სამხედრო ძალის განახლება, სანამ უფრო დიდი მტრები იმავე თამაშს სციდნენ. შემდეგი ნაბიჯი ვაშინგტონზეა დამოკიდებული. პენტაგონი კონტრაქტებზე ზეწოლას მოახდენს. თეთრი სახლი აღდგენის აუცილებლობას დაიცავს. კონგრესი ბიუჯეტის ტვირთზე იმსჯელებს. თავდაცვის ინდუსტრია იჩქარებს მეტი საბრძოლო მასალისა და სისტემების მიწოდებას. ირანი კი დააკვირდება საშიშ შედეგს თავისი გეგმებისთვის. შეერთებული შტატების დასუსტების მცდელობამ შეიძლება დააჩქარა ამერიკული ძალის ახალი ეტაპი. ტრამპმა ეს დანაკლისი გამოიყენა კრიზისის მიმართულება შეცვალა და ამერიკის სამხედრო მანქანა განახლების გზაზე დააყენა. მე ვარ მილსონ ალვესი, ნიუსი და ჩემი მიზანია, რომ კარგად ინფორმირებული იყო. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.